აქ მაღლა ამოვიდე. ჰორმუზის სრუტე გაიხსნა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, როგორც ხედავთ თქვენს ეკრანზე არსებულ საზღვაო რუკაზე. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, გემებს ან ტანკერებს არ მისცეს საშუალება სრუტის შუა ნაწილით ესარგებლად. სწორედ ამას იყენებდნენ ისინი ამ ომის დაწყებამდე. მაგრამ გუშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ არსებობს ტექნიკური შეზღუდვები, თუ რამდენი ნაწილი სრუტისა იქნება გახსნილი. ტექნიკური შეზღუდვები შეიძლება იყოს ის, რომ იქ ჯერ კიდევ ზღვის ნაღმებია. ამიტომ ირანის საზღვაო ძალები გემებთან ერთად მუშაობენ, რათა ისინი უსაფრთხო მარშრუტზე გაატარონ. ან შეიძლება იყოს ისიც, რომ ირანს არ უნდა ხალხმა გამოიყენოს საერთაშორისო წყლები. მათ სურთ, რომ გემები მათი ტერიტორიის გავლით გაიარონ, რათა მეტი კონტროლი კონდეთ იმაზე, რა შედის და რა გამოდის. ეხლა სამწუხაროდ იმის გამო, რომ სრუტეების უმეტესობა ჯერ კიდევ გამოუსადეგარია, ჩანს, რომ მოძრაობა არ ბრუნდება იმ მდგომარეობაში, რაც ომამდე იყო. დღეში ჯერ კიდევ დაახლოებით 20 გემია, რაც ბევრად მეტია ვიდრე 3 გემი დღეში, რასაც ზავის გამოცხადებამდე ხედავდით. მაგრამ მაინც ეს არ არის იმდენი, რამდენიც ადრე იყო. ეხლა სამწუხაროდ ყველაზე დიდი რისკია ის, რომ შესაძლოა ეს 20 გემი დღეში მოძრაობაც ძალიან მალე გაქრეს. ხედავთ, არსებობს ზავი შეერთებულ შტატებს, ირანსა და ისრაელს შორის. მაგრამ ერთ-ერთი უფრო დიდი პრობლემა, რომელსაც ირანი აცლება, არის ის, რომ მისი სამხედრო ძალა როგორც ჩანს არ უსმენს უმაღლეს ლიდერებს. ან იქნებ შეთხოვინება. ჯერ ბოლომდე არ ჩასულა ბრძანების ჯაჭვი იმ სამხედრო მეთაურებამდე, რომლებიც რეალურად მართავენ მათ ავტონომიურ დანაყოფებს ბალისტიკური რაკეტებით. ეს იმიტომ, რომ პირდაპირ ცეცხლის შეწყვეტის გუშინდელი განცხადებიდან სულ რამდენიმე წუთში ირანი ისრაელის მიმართულებით ბალისტიკურ რაკეტებს ისროდა. შეხედეთ. რაც ახლა ნახეთ, იყო ირანული ბალისტიკური რაკეტა კლასტერული ქობინით, რომლის ქვეჭურვებიც ისრაელის მეორე უდიდეს ქალაქ თელ-ავივზე ცვიოდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტა პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად დრო იქნება საჭირო. ეს ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე საათში მოხდა. ასე რომ გარკვეულწილად ეს გასაგებია, რადგან მსგავსი რამ შარშან 12 დღიანი ომის დროსაც ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერებმა ორივე ქვეყნიდან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ჩვენ მაინც ვხედავდით შეტევებს ორივე მხრიდან და გარკვეული დრო დასჭირდა, სანამ ყველა შეტევა შეწყდებოდა. ასე რომ ეს გასაგებია, რადგან მსგავსი რამ ადრეაც მომხდარა და ასევე იმიტომ, რომ ირანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სამხედრო ძალა საკმაოდ დამოუკიდებელია სამოქალაქო ხელმძღვანელობისგან. ეს ნიშნავს, რომ ისინი უბრალოდ აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, რადგან ირანში მიმდინარე ყველა მკვლელობამ სწორედ ასე დაალაგა სიტუაცია. ამიტომ ლოგიკურია, რომ მათ გარკვეული დრო დასჭირდებოდათ ყველა თავდასხმის შესაჩერებლად. მაგრამ რაც არ არის ლოგიკური, ისაა, რომ შეტევები კვლავ გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ზავის გამოცხადებიდან უკვე 14 საათზე მეტი გავიდა. და არა მხოლოდ ისრაელზე ხდება თავდასხმა, სპარსეთის ყურის ქვეყნებიც იღებენ დართვებს. და იცით რა? ზოგიერთი მათგანი უკვე პასუხობს. ეს ისაა, რაც ომის დროს არ გვინახავს, მაგრამ ეხლა ზავის დროს ვხედავთ. ირანმა ზავის გამოცხადების შემდეგ შეუტია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. მათ შეუტიეს ქუვეითს, შეუტიეს საუდის არაბეთს და შეუტიეს კატარს. ასე რომ ჩანს, ან შეტყობინება ჯერ არ ჩასულა სამეთაურო ჯაჭვის ქვედა რგოლებამდე, ან ირანის ხელმძღვანელობას სრულად არ აქვს კონტროლი სამხედრო ძალებზე. და ეს ის საკითხია, რაზეც ამერიკის მხარე ადრე ღელავდა. ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ, ვის აქვს რეალურად კონტროლი. და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, გარკვეული ტესტირება მიმდინარეობდა იმის დასადგენად, ვის ესაუბრებოდნენ. ანუ ამერიკამ სთხოვა იმ ადამიანს, ვისანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, დაემტკიცებინა, მართლა ქონდა თუ არა ირანზე კონტროლი. ამის საჩვენებლად იმ ადამიანმა ჰორმუზის სრუტეში 10 გემი გაატარა. და ისევ ხედავთ, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იყო. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ იმ ადამიანს, ვისთანაც შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს, აქვს კონტროლი იმ საზღვაო ძალებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებენ, მაგრამ არ აქვს კონტროლი ირანის სამხედრო ძალებზე, რომლებიც ბალისტიკურ რაკეტებს მართავენ. დღეს დილით პენტაგონმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ძირითადად შეაჯამა ყველაფერი, რაც აშშ სამხედრო ძალებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში ოპერაცია ეპიკური რისკის ფარგლებში მიაღწიეს. და ამ პრესკონფერენციის დროს Pete Hegseth კითხეს იმ რაკეტებზე, რომლებსაც ირანი კვლავაც ისრის. მოდით მოусმინოთ მის პასუხს. Mary Margaret Daily Wire-დან ორი კითხვა მაქვს. ირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილება შესაძლებელი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით და ციტატა ტექნიკური შეზღუდვებით. რას ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს? ასევე მოვისმინეთ ცნობები, რომ ირანი დილითაც აგრძელებდა სამიზნეებზე დართვებს. რომელ ეტაპზე ვცილდებით საშეღავათო პერიოდს? ვაძლევთ თუ არა მათ საშეღავათო პერიოდს? არის თუ არა იქ კომუნიკაციის პრობლემა? რა ხდება ამასთან დაკავშირებით?
რაც ვიცით, ირანი ბევრ რამეს იტყვის. ბევრი ადამიანი ბევრ რამეს იტყვის, ბევრ რამის განაცხადებს. რაც შეთანხმებულია და რაც ნათქვამია, არის ის, რომ სრუტეღია. ჩვენი სამხედროები აკვირდებიან, რა თქმა უნდა, მათი სამხედროებიც აკვირდებიან, მაგრამ ვაჯრობა გაგრძელდება და სწორედ ამას გამოეხმაურნენ ბაზრები. ეს არის რეალობა. რაც შეეხება სროლას, ჩვენ ამას გუშინ ღამით რით რეალურ დროში ვაკვირდებოდით. რა თქმა უნდა, ასეა. ირანს კონიგრული იქნებოდა, როგორმე მიაწვინოს თავისი ჯარისკაცებისთვის შორეულ ადგილებში შეტყობინება, რომ აღარ ისროლონ. კამიკაძე, დრონებით შეტევები, ან რაკეტები, რადგან ხანდახან დრო სჭირდება, რომ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდეს. ჩვენ ვაგვილდებით ამას, მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნდება. ეხლა აქ სიტუაცია კიდევ უფრო დამაბნეველი ხდება. გუშინ ღამით ირანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა მოხდა ირანის ლევანის კუნძულზე. ეს თავდასხმა აშკარად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ამ თავდასხმას არც შეერთებული შტატები და არც ისრაელი არ განახორციელებდნენ. და ზოგიერთი ონლაინ სპეკულაციის მიხედვით, როგორც ჩანს, ამ თავდასხმის დროს საჰაერო სივრცეში არაბთა გაერთიანებული საამიროების სამხედრო თვითმფრინავები იმყოფებოდნენ. ამდენ არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს თავდასხმა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განახორციელა. და თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სპარსეთის ხურის ქვეყანა საჯაროდ ან პირდაპირ ჩაერთო ირანის წინააღმდეგ შეტევით ოპერაციაში. კიდევ ერთხელ, ეს მხოლოდ გავრცელებული ჭორია. ჩვენ რეალურად არ გვაქვს არანაირი კონკრეტული მტკიცებულება იმისა, განახორციელა თუ არა ეს თავდასხმა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. ასევე არსებობს ჭორი, რომ ეს არის ისრაელის მიერ მოწყობილი ცრუ დროშის თავდასხმა, რათა ომი გაგრძელდეს. ასე რომ ზუსტად არ ვიცით ვინ იყო ჩართული, მაგრამ აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს თავდასხმა არც შეერთებულმა შტატებმა და არც ისრაელმა არ განახორციელა. ეხლა თუ ცრუ დროშის ოპერაციებზე ვილაპარაკებთ, ეს შეიძლება ირანის ცრუ დროშის ოპერაციაც იყოს. რადგან ზუსტად ისე, როგორც შეერთებულ შტატებში და ისრაელში არიან ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ამ ომის შეწყვეტა, ირანშიც არიან ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ომის შეწყვეტა, რომლებიც ალბათ არ ეთანხმებიან ცეცხლის შეწყვეტას. ასე რომ მათაც შეეძლოთ თავდასხმის განხორციელება. კიდევ ერთხელ, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რომელი არის სიმართლე. ბევრი ჭორი დადის, მაგრამ რადგან ისრაელზე ვსაუბრობთ, მოდით განვიხილოთ ისრაელის რეაქცია. უფრო კონკრეტულად, ისრაელის ადმინისტრაციის რეაქცია ცეცხლის შეწყვეტაზე. ეხლა სანამ ამას გავაკეთებთ, უბრალოდ სწრაფად შეგახსენებთ, დააჩვევთ ქვემოთ მოწონებისა და გამოწერის ხილაკებს. ეს ნამდვილად ძალიან გვეხმარება ალგორითმში და საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ თქვენთვის სიახლეების გაშუქება. გუშინ ღამით ვიდეოში ვისაუბრეთ იმაზე, რომ თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელი არის ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი, რაზეც აშშ-მა და ირანმა შეთანხმდნენ. მაგრამ კონკრეტულად ეს ნიშნავს იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტა არსებობს ისრაელსა და ირანს შორის. ეს არ ნიშნავს აუცილებლად ისრაელსა და ყველა ირანის პროქსის შორის, ვისთანაც ისრაელი იბრძვის. სინამდვილეში ჩვენ ხედავდით რამდენიმე ახალ ამბავს ლიბანიდან, სადაც ამბობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა სინამდვილეში ლიბანს არ ეხება. ამიტომ ისრაელის შეტევა ლიბანში, ისრაელის ომი ჰეზბოლას წინააღმდეგ გაგრძელდება როგორც არის. სიტუაცია უცვლელი დარჩება. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ძირითადად შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მთავარი შუამავალია, საჯაროდ განაცხადა ეს. ჰეზბოლა შედის ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და ირანმა მიაღწიეს. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა მინიმუმ პაუზა ისრაელის შეტევაზე ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანში. რა თქმა უნდა, პაუზა არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ისრაელი სამხრეთ ლიბანიდან უკან დაიხევს, სადაც ისინი შევიდნენ ბუფერული ზონის შესაქმნელად. მაგრამ მინიმუმ პაუზის მოლოდინი მაინც შეიძლება, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება. აბა, გამოიცანით. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ მალევე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა თავისი განცხადება და ფაქტობრივად თქვა, რომ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ირანს, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის რეალურად არ მოიცავს ლიბანს. ეს ნიშნავს, რომ ისრაელის შეტევა ლიბანში გაგრძელდება როგორც იყო. იქ არაფერი შეცვლილა. ეს თავად პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა დღეს დილით, როცა PBS-ის ჟურნალისტს ესაუბრებოდა. და ფაქტობრივად თქვა, რომ ჰეზბოლა არ იყო იმ შეთანხმების ნაწილი, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და ირანმა მიაღწიეს. ეს ნიშნავს, რომ ისრაელს არ აქვს არანაირი შეზღუდვა ლიბანში შეტევისას. ეხლა კი აქ ხდება ყველაფერი უფრო საინტერესო, რადგან დღეს დილით ისრაელის შეტევა უბრალოდ არ გაგრძელდა, არამედ იმ დონემდე გამწვავდა, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. დარტყმები იყო ყველაზე ძლიერი, რაც ისრაელს ამ ომში განხორციელებია. ეხლა, სანამ ამ დარტყმებზე ვისაუბრებთ, მინდა სწრაფად განვიხილო ისრაელის რეაქცია გუგუშინ ღამით გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტაზე. რადგან ეს ცოტა მეც გვეუბნება იმაზე, თუ როგორ უყურებს ისრაელი მთლიანად ამ ომს. Wall Street Journal-ის მიხედვით, ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლო წამს აცნობს და მას არ ესიამონა ის ფაქტი, რომ შეერთებულმა შტატებმა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. სინამდვილეში ბენიამინ ნეთანიაჰუ საერთოდ არ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში.
მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა უკვე დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას და სანამ ეს განცხადება საჯაროდ გახდებოდა, სწორედ მაშინ დაურეკა პრეზიდენტმა ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს. დააცნობა: "ჰეი, ჩვენ ცეცხლის შეწყვეტაზე გადავდივართ." ეხლა ისრაელმა რა თქმა უნდა დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტაში მონაწილეობას, მაგრამ ისინი კონკრეტულად მხოლოდ ირანზე საუბრობდნენ. ისინი მკაფიოდ აღნიშნავდნენ, რომ ირანი და ლიბანი ორი განსხვავებული არენაა, ასე რომ ლიბანი ამ შეთანხმების ნაწილი არ არის. ეს ყველაფერი მიგვიყვანს დღევანდელ დილამდე, როდესაც ისრაელმა ბეირუთში ამ ომის განმავლობაში ყველაზე ინტენსიური საჰაერო იერიშები განახორციელა. ჩვენ არაფერი მსგავსი არ გვინახავს ომის დაწყების შემდეგ. თითქმის 100 ისრაელის საჰაერო იერიში განხორციელდა 10 წუთზე ნაკლებ დროში. როგორც ჩანს, ამ საჰაერო იერიშის გამო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იშლება. ირანი და მედია ახლა აცხადებენ, რომ ისინი გამოვლენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან და გარდა ამისა, უარს იტყვიან პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც ამ პარასკევს პაკისტანში უნდა გაიმართოს, ლიბანში მიმდინარე თავდასხმების გამო. ირანი ფაქტობრივად მოუწოდებს თავდასხმების შეწყვეტას. ამასთან ერთად, იმავე სახელმწიფო მედიის განცხადებაში ვხედავთ, რომ ირანმა დახურა ნავთობის ტანკერების მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში. კიდევ ერთხელ, სხვა ტვირთებიც კვლავ გადაყავთ ჰორმუზის სრუტეში. ასე რომ ვფიქრობ, ეს პროცესი კვლავ გრძელდება, ან შეიძლება მათ არ დაუკონკრეტებიათ, რას გულისხმობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნავთობის ტანკერები ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის უმეტესობას შეადგენენ. ასე რომ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ირანი ახლა ამბობს, რომ სრუტეს დახურავს, ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტა სულ რაღაც 12 საათში იშლება. აი, მეტი დეტალი. ფილმშვიდობისა ვიწყებ სასტრაფო სიახლით. სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტანკერების მოძრაობა შეაჩერა. მას შემდეგ, რაც ისრაელმა ლიბანში ჰეზბოლაზე იერიში მიიტანა. დღეს ადრე ვიცით, რომ ორი ხომალდი შეძლო ამ სრუტის გავლა, მაგრამ კვლავ სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ირანელები ჰორმუზის სრუტეს კეტავენ. ახლა ტელეფონით ვესაუბრე ერთ-ერთ მაღალჩინოსან ისრაელის ოფიციალურ პირს, რომელიც ირანელების ამქმედებაზე განგაშტ ეხტა და ამბობდა, რომ ზავის ამოქმედებიდან სულ რამდენიმე საათში ირანელები უკვე აჩვენებენ, რომ ცდილობენ გამოიყენონ სრუტეზე კონტროლი და ზეწოლა მოახდინონ გლობალურ ენერგეტიკულ ვაჭრობაზე. ეს განცხადება მოყვა ღამის განმავლობაში გავრცელებულ ცნობებსაც, რომ ირანულმა თავდასხმამ დააზიანა საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი და ამჟამად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ზიანის შეფასება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნავთობსადენი ერთადერთი გზაა საუდის ნედლი ნავთობის ექსპორტისთვის. და რადგან ირანელები ზეწოლას ახდენენ სრუტეზე, ისინი კიდევ ერთხელ ცდილობენ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რომ ზეწოლა მოახდინონ გლობალურ ენერგორესურსების ექსპორტზე. ეხლა რომ გავიგოთ, რატო იქცევა ირანი ასე როგორც ეხლა იქცევა, უნდა დავბრუნდეთ უკან და დავაკვირდეთ, როგორ მივიდა ირანი იქამდე, სადაც დღეს არის. ეს მხოლოდ 1979 წლამდე დაბრუნებას არ ნიშნავს, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სინამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დავბრუნდეთ, მე-19 საუკუნეში, როცა ყაჯართა დინასტია მართავდა ირანს. და დავაკვირდეთ, როგორ მოქმედებს იმდროინდელი მმართველი კლასის გადაწყვეტილებები ირანზე დღემდე. აბა, რა გგონიათ? ზუსტად ამას ვაკეთებ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც დღეს გამოვიდა. ასე რომ, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ირანის ისტორიით და იმით, თუ როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, აუცილებლად გაეცანით. შეგიძლიათ უყუროთ მას აღწერაში მოცემულ ბმულებზე დაჭერით, ან უბრალოდ დააჭიროთ ეკრანზე გამოსახულ ვიდეოს, ანუ დააჭიროთ ეკრანის ბოლოს გამოჩენილ ვიდეოს.